საერთოდ ძალიან რთულია პროგნოზირება მისი გადაწყვეტილებების ძალიან საინტერესო მეთოდი მანერა აქვს ასე ვთქვათ შეთანხმებების მიღწევის როგორც თავად ეს ამას ეძახის თითქოს არაფერი მოულოდნელი არ ხდება ვინც ტრამპს აკვირდება წლების განმავლობაში ან ის წიგნი წაუკითხია რომელიც ასე ვთქვათ შეთანხმებათა ხელოვნებას უკავშირდება მოულოდნელი თითქოს არ უნდა იყოს მაგრამ მოულოდნელია ზოგადად პოლიტიკური თამაშის წესებისთვის მაგრამ ის აღწევს გარკვეულ შედეგებს მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო დაძაბული ელის ალასკაში შეხვდრას განსაკუთრებით თავისუფალი სამყარო არც არის გასაკვირი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ზოგიერთი ასეთ გადაწყვეტილებას ერთ-ერთზე მასთან შეხვდრასთან დაკავშირებით ნაწილობრივ უკვე პუტინის გამარჯვება დაღიქვამს მაგრამ თავად ტრამპს თუ მოусმენთ მან დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა რომ ის ძალიან ზომიერი ოპტიმიზმით ელის ამ შეხვდრას და ამბობს რომ პირველ შეხვედრაზე ალბათ ბევრი არაფერი გადაწყდება, თუმცა გაირკვევა და გამოჩნდება ღირს თუ არა ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა. თქვენ როგორ პროგნოზს გააკეთებდით, რა მოლოდინები გაქვთ? თუმცა დღეს ახლა ცოტა ხნის წინ გაკეთებული გიორგი პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ცოტა ხნის წინ გააკეთა შეხვედრა განცხადება ტრამპმა, ანუ მისი კომენტარი იყო, სადაც შედარებით კიდევ უფრო ოპტიმისტური იყო ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. ზოგადად მართალი ხარ გიორგი ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ლიდერი არის და ეს მისი სისუსტეც არის და სიძლიერეც მოლაპარაკებების პროცესში. მე უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით და რაიმე ისეთ მნიშვნელოვანს ამ შეხვედრისგან არ ველოდები. თავად რუსეთის მხრიდან იქნება ჩემი აზრით რუსეთმა უკვე გარკვეულწილად წარმატებას მიაღწია, იმიტომ რომ პრეზიდენტ პუტინისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა და თავის წარმოჩენა როგორც გლობალური ლიდერი, რომელიც გლობალურ საკითხებს განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან უკვე გარკვეულწილად წარმატება არის. ეხა ანუ ეს ოპტიკის თვალსაზრისით ვთვლი რომ ეს ანუ პროგრამა ისეთი თუ არ მოხდა თავად შეხვედრის დროს ან რამე ისეთი ექსტრაორდინალური თუ არ მოხდა პრესკონფერენციის დროს ჩემი აზრით ეს წარმატებას რუსეთი მიაღწევს. ეხლა თავად შინაარსად შეეხება მე არ ვთვლი რომ პრეზიდენტი პუტინი იქ ჩადის უკრაინაზე სასაუბროდ. ჩემი აზრით პრეზიდენტი პუტინი იქ ჩადის პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების გადასატვირთად და მისი მთავარი ამოცანა ხვალინდელ შეხვედრაზე იქნება რომ პრეზიდენტ ტრამპს ანახოს რომ უკრაინა არის ერთ-ერთი საკითხი და უკრაინასთან მიმართებაში არსებულმა პრობლემამ არ უნდა გადაფაროს ამერიკა რუსეთის ურთიერთობების შესაძლებლობა. ანუ ის ყველანაირად შეეცდება ჩემი აზრით რომ რაღაცნაირად ეს უკრაინის თემა გახადოს ერთ-ერთი თემა ამერიკა რუსეთის ურთიერთობებში და წამოწიოს ისეთი თემები, რითაც ტრამპს დაინტერესებს და რითაც შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას თუ დააკვირდებოდით უკანასკნელ პერიოდში ამიტომ იყო საუბარი და უშუალოდ იშვიათ მინერალებზე რომელიც შესაძლოა ეს თემა რომელიც შესაძლოა ამაზე ისაუბროს პუტინმა იყო შეიარაღების კონტროლის თემები და თვითონ თუ დააკვირდებით რუსეთის დელეგაციის წევრების რიტორიკას ისინი სწორედ ამ გადატვირთვაზე აკეთებენ აქცენტს. კირილ დიმიტროვი ერთ-ერთი მათგანი იყო CNN-ს აძლევდა ინტერვიუს და სწორედ ამ აქცენტს ამიტომ აი ეს გადატვირთვა მოუყვებით თქვენს ლოგიკას, ოღონდ ერთ დამატებით კითხვას დასვავ ამასთან დაკავშირებით, არ არის მაგალითად მოულოდნელი, რომ ზუსტად ამ ლოგიკიდან გამომდინარე იმ ხუთკაციანი ჯგუფიდან 5-5-ზე თავიდან ერთ-ერთზე იქნება შეხვედრა, შემდეგ 5-5-ზე. ამ 5-დან 2 მათ შორის ერთი ფინანსთა მინისტრია და მეორე საგარეო ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი ცნობილი დიმიტროვი, რომელსაც ამ ვუდკოპთან აქვს ეს პერსონალური განსაკუთრებული ურთიერთობები, რაც ბევრის არასასიამოვნოს
ვთქვათ, შეფასებების საგანიც არის, ხო, მაგრამ ეს ერთი წამით რო გადავდოთ გვერდზე, შეიძლება პუტინს კონდეს ზუსტად ეს სურვილი, ამისთვის იბრძოდა და იღწოდა, რომ აი ახალი იალტის აურა შექმნას და რომ აი მოდი ჩვენ დიდებმა გადავინაწილოთ მსოფლიო გავლენის სფეროები და ასე შემდეგ, მაგრამ პუტინი მათ შორის უპირველეს ყოვლისა უკრაინაში სტრატეგიული მარცხის განცდის კვალობაზე რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა. აღარ არის იმ ვითარებაში, რომ სუპერ სახელმწიფოს პოზიციებიდან ილაპარაკოს. ფაქტობრივად იქცა ჩინეთის დანამატად, რომ არა ჩინეთი და მისი ზურგი პუტინი საომარი მოქმედებების ამ მასშტაბით გაგრძელებასაც კი ვეღარ შეძლებდა. თავი რო დავანებოთ, ტრამპისთვის საინტერესო იმ რეგიონებს მსოფლიოსი, სადაც უკვე ტრამპს პუტინის დიდი ხელშეწყობა არაფერში აღარ სჭირდება. მას უთხრა კიდეც, რომ თუ კაცი ხარ, შენ თვითონ დაალაგდი მაგ უკრაინასთან. ხო, ანუ ახლო აღმოსავლეთი იქნება ეს, ირანი იქნება, სირიის მიმართულება, სხვა თემები იქნება. ტრამპმა არათუ თავისით დაალაგა ეს ყველაფერი. არამედ იმ სივრცეშიც კი შემოვიდა და დაალაგა, რომელიც ითვლებოდა, რომ რუსეთის პოლიტიკური დომინაციის სივრცე იყო, განსაკუთრებით ყარაბაღის კონფლიქტის და სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით. ანუ ერთია რა უნდა პუტინს, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ტრამპი გაყვება ამ თამაში, გაითვალისწინებს აი ამ პუტინისეულ ოპტიკას? გიორგი გეთანხმები შეფასებებში ერთადერთი ხო უკვე ეს შეხვედრა პრაქტიკულად ამიტომ ვთვლი რომ ეს ზოგადად ეს შეხვედრა არის იყო სტრატეგიული შეცნობა ჩემი აზრით. იმიტომ რომ ეს შეხვედრა უკვე მას პოლიტიკაში ისე როგორც დიპლომატიაში ორი ფაქტორია ყოველთვის მნიშვნელოვანი, ხო? არა მხოლოდ შინაარსი, რაზე ხდება შეთანხმებები ან საუბარი, არამედ ოპტიკაც, იმიტომ რომ ოპტიკა ანუ რაცა პერცეფციების შექმნა, ხო? ანუ ხელს უწყობს პოლიტიკური იმიჯის შექმნას და ხვალ პუტინი სწორედ ამ იმიჯს შექმნის, რომ ის გლობალურ საკითხებზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ეს გარკვეულწილად ამ მიზნის მიღწევაში სამწუხაროდ ეს ვიზიტი პუტინს უკვე ეხმარება. ეხლა რაც შეეხება თავად შინაარს იმის გამო რომ ეს იყო ძალიან მაღალი რისკების მატარებელი შეხვედრა და სამიტი ზოგადად და გიორგი გეხსოვება შენ რომ დაუშვათ იგივე ტრამპს და პუტინს არა აქვთ ყველაზე ესეთი კარგი გამოცდილება ორმხრივი შეხვედრების ტრამპის გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ჰელსინკი არ ითვლება პრეზიდენტ ტრამპისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ სამიტად პუტინთან ერთიელზე შეხვედრას. სწორედ ამიტომ ვნახეთ ჩვენ გუშინდელი დღე, როდესაც ევროპელი ლიდერები პრეზიდენტი ზელენსკი შეეცადა გარკვეულწილად ამ რისკების დაზღვევას და გუშინ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ძალიან აქტიური დიპლომატიის დღე იყო გუშინაც. ძალიან წარმატებული დღე იყო, იმიტომ რომ გუშინ პრაქტიკულად ხო გარკვეულწილად ის დაუშვათ ის ინსაიდერული ინფორმაციები რაც გამოდიოდა, განცხადებები რაც კეთდებოდა, თვითონ ლიდერების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები იქნებოდა, ეს შტუბი იქნებოდა ეს ნატოს გენერალური მდივანი მაკრონი თუ სხვები, ხო, ანუ პრაქტიკულად იქ წითელი ხაზები ნათლად განისაზღვრა. ანუ ეს გადაზღვევა გარკვეულწილად ამ მაღალი რისკების ჩემი აზრით ძალიან წარმატებულად ჩატარდა. თუმცა ეს რისკების გადაზღვევის ცდელობა არ გამორიცხავს უკვე იმ შესაძლებლობას, რაც პრეზიდენტ პუტინს ამ ვიზიტით მიეცა. ანუ თავი წარმოაჩინოს როგორც გლობალურმა ლიდერმა, რომელიც აი დაუშვათ ამ გლობალურ თემებზე საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც თანაბარი და აი ეს რაღაცნაირად აი რაღაც საერთაშორისო იზოლაციიდან თავის დაღწევა, აი ეს ყველაფერი ჩემი აზრით მას ამის შესაძლებლობას აძლევს. ერთი მნიშვნელოვანი გუშინ კიდე უბრალოდ გადავხოვოდნავ ამ თემისგან, ერთი მნიშვნელოვანი გუშინდელი შეხვედრიდან ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან იყო ის თანხმობა, რაზეც მაკრონმა ისაუბრა და ევროკავშირის წარმომადგენელიც საუბრობდა პრეზიდენტიც, რომ ამერიკის პოზიტიური პასუხი უსაფრთხოების გარანტიებზე, ხო, უკრაინასთან მიმართებით. ეს სიახლეა გარკვეული გაგებით, იმიტომ რომ ამისგან დისტანცირება ცდილობდა ტრამპი თვეების განმავლობაში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხა ჩვენ რეალურად რაზე ვსაუბრობთ, ხო? ანუ მაქსიმალური ამ ეტაპზე რაც შეიძლება პრეზიდენტ პუტინის მიზნები ცხადია.
ანუ პრეზიდენტ პუტინის მიზნები უკრაინასთან დაკავშირებით ცხადია და ეს არის პრეზიდენტ პუტინისთვის იქ რაღაცა ტერიტორიები ნაკლებად მნიშვნელოვანი არის პრეზიდენტ პუტინს ჭირდება უკრაინის სრული დესუვენერიზაცია. ანუ ეს არის რის მიღწევასაც ის რეალურად ცდილობს. ამიტომ მისთვის ყველაზე უფრო სახიფათო ამ შემთხვევაში და მისთვის ესეთი ყველაზე უფრო ცუდი სცენარი არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. და ამ უსაფრთხოების გარანტიებში ამერიკის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ევროპელებმა მშვენივრად იციან, რომ ამერიკის როლის გარეშე მათ უსაფრთხოების გარანტიების ესეთი კრედიბილური, ანუ ესეთი რაღაცა მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიების გაცემა გაუჭირდებათ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება იყო გუშინ. თორე შენ შეფასებებში გიორგი აბსოლუტურად გეთანხმები, რასაც რუსეთის დასუსტება ქვია, ხო? ანუ რამდენიმე დღის წინ ის რაც თეთრსახში მოხდა დაუშვათ, ხო? ანუ ალიევ პაშინიანის შეხვედრა და სამიტი ტრამპთან, ხო? ის არის ლოგიკური გაგრძელება არის რუსეთის დასუსტების, რუსეთის როლის დასუსტების. რუსეთი დასუსტდა არამხოლოდ კავკასიაში, რუსეთი დასუსტდა შუა აღმოსავლეთში, ხო? იმიტომ რომ რუსეთი თანმიმდევრულად კარგავს მის მოკავშირეებს. მან ძალიან დიდი დარტყმა მიიღო სირიაში, როდესაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ჩამოიშალა მოულოდნელად და მისი პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტებული არის კავკასიაშიც. ანუ ეს ხვალ გუშინდელის ერთი კვირის წინანდელი შეხვედრაც ამის მანიშნებელი იყო. დაამთავრეთ აზრი და შეკითხვა მინდა დაგისვათ. ხო, ანუ ზოგადად ეს რაც მოხდა, ხო, ანუ რაღაცა სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ ანუ ეს რაც მოხდა თეთრსახში ჩვენ რაც ვნახეთ, ხო, იყო რაღაცნაირად ბუნებრივი ლოგიკური გაგრძელება იმ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების, რაც რეგიონში ხდება და ეს არ დაწყებულა დღეს. ეს არის უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში პრაქტიკულად რეგიონში ფართო გაგებით ხდება ძალთა ბალანსის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ხო, ანუ ორი მნიშვნელოვანი რეგიონული, ანუ ამ თვალსაზრისით რეგიონული მოთამაშე ირანი და რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა და ამის საპირწონედ ორი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშის ირანი, თურქეთის და ისრაელის პოზიციები ძალიან გაძლიერდა და ანუ ეს ყველაფერი ხო ამის ეს შეხვედრაც და მე უკვე ამერიკის შეერთებული შტატების კავკასიაში ჩართვაც, ამ პროცესში ჩართვაც ხო ამის ლოგიკური გაგრძელება. გიგა, რუსეთს აქვს სერიოზული პრობლემები, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან ნელი და სუსტი, მაგრამ დინამიკა ფრონტზე რუსეთის სასარგებლო თითქოს შეიმჩნევა, თუმცა ვერანაირი სერიოზული გარღვევა ვერ ხდება და მოლონდინები რომ ფრონტი შეიძლება ჩამოიშალოს ამ მხრივ არასერიოზული არის. სრულიად ნათელი არის ევროპელი ლიდერების მხარდაჭერის დემონსტრირება. ახლაც ვხედავთ კადრში ეს დღევანდელი კადრებია, გამოსახულება სტარმერმა ლონდონში პირადად კვლავ უმასპინძლა ზელენსკის გუშინდელი შეხვედრა გერმანიის კანცლერის მერცის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მონაწილეობდნენ ის ადამიანები ტრამპის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი რო აღვნიშნოთ, რომლებთან მიმართებაშიც ტრამპს ნდობა და კეთილგანწყობა გააჩნია, ამ მხრივ უნდა გამოვყოთ, რა თქმა უნდა, ნატოს გენერალური მდივანიც, ფინეთის პრეზიდენტიც, სტუბი და იტალიის პრემიერ-მინისტრიც, ხო? ანუ რაღაც არა მარტო წითელი ხაზები გარკვეულწილად განისაზღვრა, არამედ საერთო ევროპული განწყობის დემონსტრირება მოხდა. თუმცა მანამდე ჩვენ მოვისმინეთ ტრამპის ესეთი უცნაური განცხადებები, რომელიც ვთქვათ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შინაარს გადმოსცემდა და ასე შემდეგ. ამ მხრივ ტრამპი ხშირად არის ხოლმე წინააღმდეგობრივი, მაგრამ ის ანგარიშს უწევს ძალას, ანგარიშს უწევს ბალანსს. ამ მხრივ ზელენსკის სასარგებლო სიტუაცია არის. ფაქტია, რომ დღეს ბესეთმა ფინანსთა მინისტრმა ტრამპის კაბინეტის ხაზგასმით თქვა, რომ სანქციები რუსეთთან მიმართებაში კვლავ დღისესრიგშია, ისინი ელოდებიან, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის გამზადებული, მათ შორის ინდოეთთან მიმართებაშიც. ანუ ტრამპის გარემოცვის წარმომადგენლებს ტონი არ შეურბილებია, თუმცა
ტრამპმა რამდენიმე განცხადება გააკეთა ისეთი, რომელიც პუტინის, ასე ვთქვათ, დიალოგში შემოყვანის საზეთი მასალა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ თქვენ სწორი თქვით, რომ პუტინს გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს წარმატებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებთან ერთ-ერთზე ურთიერთობების შედეგების გამოტანის. და ნუ დემოკრატიის თავისებურებაც ეს არის, რომ გამოცდილება კი გროვდება, მაგრამ მე პრეზიდენტი მიდის პოსტიდან, ხო, განსხვავებით პუტინისგან, რომელიც დარჩა და არის. აი, რა ვერ დაგროვდა ეს გამოცდილება, განსაკუთრებით თუნდაც ამერიკულ ისტებლიშმენტში, პოლიტიკურში, რომ პუტინი არ იცვლება და რომ პუტინი მხოლოდ აი ამ თავისი აკვიატებული იმპერიული ამბიციების რეალიზებას ცდილობს თან იმ პირობებში, როცა ამისი რესურსები თანდათან კი არა ძალიან სწრაფად კლებულობს. ამ შემთხვევაში ამერიკული პერსპექტივიდანაც მინდა რომ თქვენი აზრი მოვისმინო. ხო, ანუ დიდი ხანი იყო, ხო, ზოგადად პუტინმა შეძლო ძალიან დიდი ხანი რაღაც ესეთი სტრატეგიული ბუნდოვანების მის ირგვლივ შექმნა, რომ წარმოაჩინა საკუთარი თავი, არა იოლ, ბუნებრივი არა დემოკრატ, ავტოკრატ ესეთ რაღაცა ლიდერად, მაგრამ რომელთანაც თანამშრომლობა შეიძლება და წლების განმავლობაში აი სწორედ ეს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომ რუსეთის შესაძლოა და პრეზიდენტ პუტინის რუსეთი შესაძლოა იყოს ჩვენი პარტნიორი, იმან მიიყვანა თავისუფალი სამყარო ამ ნიშნულამდე, ხო? იმიტომ რომ მათ თვალი დახუჭეს 2008 წლის მერე გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყეს 2014 წლის ყირიმის ანექსიის მერე ძალიან რბილი პასუხი იყო, სირიაში არ მიიღო შესაბამისი პასუხი, ამიტომ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს თვითონ პუტინის რუსეთის აღქმა ეხა აბსოლუტურად კრისტალიზებული არის. თუმცა ყველა პოლიტიკურ ლიდერს აქვს საკუთარი, ესე ვთქვათ, საკუთარი ინტერესი, ხო? ანუ რაღაცა საკუთარი ინტერესები გააჩნია. ეხლა პრეზიდენტ ტრამპის ინტერესი ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც ესემა ლიდერმა, რომელიც შეძლებს მშვიდობის დამყარებას. და ანუ ეს ბევრი სხვა მისი ეს რაღაცა და ეს არ არის მგონი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნობელის პრემიაზე მისი წარდგენა არის ის თემა, რაზეც ის პირადად რეაგირებს, ეს არ არის უმნიშვნელო თემა მისთვის. თუმცა პუტინთან დაკავშირებით არ მგონია, რომ რაღაც ისეთი ილუზიები იყოს. ყველაზე ამ შემთხვევაში ისიც გასათვალისწინებელი არის, რომ პრეზიდენტი პუტინის წინააღმდეგ არსებობს საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტებიც, ხო? შენ მეორადი სანქციები ახსენე გიორგი და დაუშვათ თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთის ექსპორტს, ანუ რუსეთი მნიშვნელოვანწილად, რუსეთის შემოსავლები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული არის ენერგომატერიალებზე და ჩვენ თუ ავიღებთ რუსეთის დაუშვათ ნავთობის ექსპორტს, ხო? ანუ რუსეთის ნავთობის დაახლოებით 90%-მდე მისი ექსპორტი ხორციელდება ჩინეთში და ინდოეთში. ხო, ამიტომ ეს მეორად სანქციებზე საუბრის დაწყება და უკვე გარკვეულწილად ინდოეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩინეთი გაცილებით უფრო რთული თემა არის პრეზიდენტ ტრამპისთვის, იყო ძალიან სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, იმიტომ რომ ეს არის ის თემა, რასაც ეს არის ის საკითხი, რასაც რუსეთის რეალური დასუსტება შეუძლია. თუმცა მე ისე ვამბობ, აი სწორედ მაშინ, როდესაც რაღაცა უნდა გასულიყო ეს რაღაცა ადრიანი ვადა ამ რაღაცა ამ ულტიმატუმის ხო და თუ არა და ეს მეორადი სანქციების დაწესება უნდა დაწყებულიყო, სწორედ ამ დროს ამ დროს გაჩნდა ეს ვიტკოფის და აღარ გარკვეულწილად მიანიშნა და ვიტკოფზე აღარ ვისაუბრებ ახლა დღეს. ჩემი აზრით ხო ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა როგორც განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. ხო, ანუ გაჩნდა ეს სამიტის თემა. ეხლა ეს სამიტის თემა შესაბამისად რუსეთს რას აძლევს და ისო პირველად იმას უბრუნდები, ხო? ანუ რუსეთს მისცა შესაძლებლობა რაღაცნაირად ეს მეორადი სანქციები ერთის მხრივ გადაევადებინა, იმიტომ რომ ამას შესაძლოა მართლა რეალური დარტყმა მიეყენებინა მისი ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ უკვე ინდოეთთან დაკავშირებით უკვე რაღაცა პირველი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იყო დაწყებული.
მეორე ამან რუსეთს შესაძლებლობა მიცა რომ ისევ რაღაცნაირად ეს თავი წარმოეჩინა როგორც გლობალური ლიდერი და რაღაცნაირად შეექმნა მითი რომ ის ამ იზოლაციიდან ამ საერთაშორისო იზოლაციიდან გამოდის და გლობალურ თემებზე საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ანუ აი ეს რაღაცა კი ამაზე პრინციპში ვისაუბრებთ. ხო, კი, აი მოკლედ თუ შეგიძლია გითხრათ რა იქნება არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ხვალინდელი სამიტის ყველაზე ოპტიმალური შედეგი. აი რეალისტურად რა შეიძლება ვნახოთ? მოვისმინოთ. ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე ესეთი სასურველი შედეგი შესაძლოა იყოს პრეზიდენტ ტრამპის არაერთგვაროვანი განცხადებები, სადაც ის პირველ ნაბიჯად მოითხოვს უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ანუ ეს იქნება ჩემი აზრით ყველაზე სასურველი, მაგრამ ისევ ამბობ მე გარკვეულწილად გარკვეული ან რთული პროგნოზირება, ანუ ძალიან რთულია ამის პროგნოზირება ამ მიმართულებით. ჩემთვის ყველაზე არასასურველი იქნება ხვალ ვიხილოთ რაღაცა რუსეთ-ამერიკის გადატვირთვის ახალი ან ურთიერთობების გადატვირთვის ახალი ეტაპი და ჩემი აზრით ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა, სადაც უკვე უკრაინის თემის გვერდზე სხვა თემები წამოიწევს და თუ ჩვენ ვნახეთ რომ იქ მიდის საუბარი და უშუალოდ იგივე შეიარაღებაზე კონტროლზე ან რაღაცა ესეთ იშვიათ მინერალებზე ეს ამის მაჩვენებელი. გასაგები.